საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ ქრონიკას 9-ის ნახევარზე ახალ ამბებს ნინო კაბანაძე გაგაცნობთ. რუსთავში ყაზბეგის ქუჩაზე არსებულ ავარიულ სახლს საექსპლუატაციო სამუშაოები უტარდება. ამის შესახებ განცხადება რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ გააკეთა. ყაზბეგის პირველი ნომერი წლების განმავლობაში ავარიულია. ქალაქის მერის თქმით რეაბილიტაციის ჩასატარებლად თანხა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაითვალისწინა. ყაზბეგის პირველი ნომრისარეაბილიტაციო პროექტი რუსთავის მერიამ სამინისტროს დასამტკიცებლად რამდენიმე ხნის წინ გადაუხსნა. ბოლო 15 წლის განმავლობაში არის პრობლემა ყაზბეგის პირველი სასაზღვრო კორპუსი, რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში. ჩვენი ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტრომ ჩასვა ეს პროექტი ეფის დახმარებით და სამუშაო პროცესი დაწყებულია. უახლოეს ალბათ 4-5 თვეში ყაზბეგის პროექტის პრობლემა აღარ იქნება. ქალაქში შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მერვე მიკრორაიონში მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დროისთვის მოწესრიგდა შიდა კომუნიკაციები და სანიაღვრე წყლის სისტემები. მოსამზადებელი სამუშაოებია ასევე ქალაქის რამდენიმე უბანში. შიდა გზების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდება. სოკა ჯორჯია გაზიკახეთის რუსთავის სერვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. მკაცრად დაიცავით გაზის მეურნეობაში არსებული უსაფრთხოების წესები, არ დაუშვათ არასტანდარტული გაზის ხელსაწყოების გამოყენება. გაზის აღრიცხვის ხელსაწყოები დამოწმებული უნდა იყოს საკსტანდარტის მიერ. არის სარგებლოდ არალიცენზირებული იურიდიული და ფიზიკური პირის მომსახურებით. გამართულ მდგომარეობაში იქონიეთ საკვამლე და სავენტილაციო არხები. არ მიატოვოთ უმეთვალყურეოდ ჩართული გაზის ხელსაწყოები და მათზე არსებული ჩამკეტი ონკანები. არ დაუშვათ ბავშვები გაზ დანადგარებთან. არ დაუშვათ გამდინარე წყალგამაცხელებლების მონტაჟი და ექსპლუატაცია ისეთ კორპუსებში, რომელთაც არ გააჩნიათ საკვამლე არხები. გაზის გაჟონვის შემთხვევაში კი დარეგეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 22 81 90 ან 25 53 55. ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება გაზ დანადგარების მფლობელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. გარდამის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივი მცხოვრებლები რამდენიმე დღის წინ გაჟღერებულ ინფორმაციას აპროტესტებენ, რომლის თანახმად ცხენის და ვირის ხორცით კვების ობიექტები კუმისიდან მარაგდებოდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ტერიტორია კუმის არ ეკუთვნის და არც ეგრეთ წოდებული სასაკლაო მდებარეობს სოფლის ტერიტორიაზე. გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ კი მათი თქმით არც ერთი კვების ობიექტი მათ მიერ ჩატანილ ხორცს აღარ იბარებს. მოსახლეობა აცხადებს, რომ ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ, რაც მათ ეკონომიურ მდგომარეობას გაუარესებს. სოფლის მოსახლეობასთან შესახვედრად კუმისში დღეს გარდაბნისა და თეთრი წყაროს გამგებლები ჩავიდნენ. თემის დეტალები მარიამ სოლოღაშვილის რეპორტაჟში. ვირისა და ცხენის ხორცით კვების ობიექტების მომარაგების თემა უკვე რამდენიმე დღეა საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაჟღერდა, რომ სასაკლაო, რომელიც უკანონოდ არის მოწყობილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში მდებარეობს. ადგილობრივი მაცხოვრებლები აღნიშნულმა ფაქტმა გააღიზიანა. მათ მიაჩნიათ, რომ ფაქტი სერიოზული კანონდარღვევაა და შესაბამისმა უწყებებმა უნდა აღკვეთონ. თუმცა ის, რომ სასაფლაოს მდებარეობა არასწორად იქნა ნაჩვენები, მათ სერიოზულ პრობლემას უქმნით. მათი თქმით, კუმისიდან ჩატანილ ხორცს არც ერთი კომპანია აღარ იბარებს. არადა საქონლისა და ღორის ხორცის გაყიდვა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. არაოფიციალური სასაკლაო, მაჩვენეთ სად არის არაოფიციალური სასაკლაო. ამიხსენით რა, არაოფიციალური სასაკლაო სად არის? აი გამოგებინეთ, ან შენობა მანახეთ, ან რამე მანახეთ. სად არის? სოფელ კუმისში ვირების სასაკლაო. წამოდი ერთი მანახეთ, სად იკვლება. ადგილზე ვითარებაში გასარკვევად მოსახლეობასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ ჩადუნელიც იმყოფებოდა, რომელმაც ქრონიკასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტერიტორია გარდაბანს არ ეკუთვნის და აღნიშნულ ადგილას არც ვირების სასაკლაოა. აგერ საზღვარისაც ჩადის კუმისა და გარდაბანსა და თეთრწყაროს შორის. მე მესმის ყველა პოზიცია რო ქვემო ქართლია, მაგრამ მე მაქვს საქმე კუმისის მოსახლეობასთან, მოსახლეობა რომელიც მოსვარეს, სახელი წაუშალეს, სახელი. ორას კაცმა დამირეკა, რომ ნოდა რო იქნება ვირის ხორცი დაგჭა და როგორმე გამოგვიგზავნოთო. ამაზე მეტი პრობლემა რა გინდა? თვითონ მოსახლეობა ძალიან შოკირებულია, რომ იყო პირდაპირ მინიშნება, რომ სოფლის ტერიტორიაზე არსებობს რამდენიმე ვირების სასაკლაო, რომლებიც აბარებენ ხორცს თბილისში და ეს იყო შეურაცხყოფა სოფლის და მოსახლეობისა. არ შეიძლება ასეთი სიუჟეტების გაშვება, სანამ ამაში არ დარწმუნდება თვითონ ჟურნალისტიც. ის რესპონდენტიც არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიცაც
ფლობენ ინფორმაციას და გამოიძიებენ კიდევაც. ნამდვილად არის თუ არა ან ცხენის, ან ვირის სასაკლოები. გამოძიება უკვე. როგორც მე ველაპარაკე ჩემ პოლიციის უფროს, დაწყებულია გამოძიება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თეთრი წყაროს გამგებელმაც გააკეთა. მამუკა ჩოქურის განცხადებით სასაკლაოსთან დაკავშირებით ინფორმაცია მანაც ტელევიზიისგან შეიტყო. ის იმ ფაქტსაც ადასტურებს, რომ ტერიტორია ნამდვილად თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა პრობლემად აღნიშნული ხორცის რეალიზაციას მიიჩნევს. ეს კონკრეტული ტერიტორია ეკუთვნის თეთრი წყაროს რაიონს, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით ხევამდე. ინფორმაცია რო გითხრათ, ახლა რაც ტელევიზიით გაჟღერდა, პლუს ახლა დამატებით რაც პოლიციიდან მაქვს ჩემი რაიონის მინდის გამოძიება და ჯერჯერობით ახლა კონკრეტული არაფერი არ არის გამოკვეთილი რა. ყველაზე მინიმუმ აქ ახლა ანტისანიტარიასთან გვაქვს საქმე და ახლა ვინც აი აქ ეს უკანონო სასაკლაო მოაწყო, ნუ რაღაც გარკვეული ალბათ პასუხისგებლობის ქვეშ დადგებიან, მაგრამ თავარი აქ ის არის რა, ახლა ვისი ტერიტორია აქ ამას არ მგონია გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს ჩვენ თუ გარდავნეს, მაგრამ სად მიდიოდა ეს ხორცი? სასკვების ობიექტებში შედიოდა ადამიანების მოსახმარებლად მიდიოდა თუ მიზნობრივად მიდიოდა ეს გამოიკვლიოს ალბათ პოლიციამ. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ვაშლოვანის ტერიტორიაზე ნაგასაყრელი ქრონიკის გადამღებმა ჯგუფმაც გადაიღო. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ძვლები, რომელიც ტერიტორიაზე ნამდვილად არის, ცხენისა და ვირისაა, თუმცა ვის მიერ ხდება ხორცის ჩაბარება უცნობია. პირად საუბრებში ცნობილი ხდება, რომ ვაშლოვანის გვერდით მდებარე სოფელ ერტიში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს თბილისის ზოოპარკთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის თანახმადაც პირუტყვის ხორცით ამარაგებს. დალაგიშვილები სატელევიზიო ინტერვიუზე არ გვთანხმდებიან, თუმცა პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ ზოოპარკთან ხელშეკრულება ნამდვილად აქვს, მაგრამ ხორცს ძვლიანად აბარებენ. ფაქტ შესაბამისი ორგანოები უკვე სწავლობენ. გარდამის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს 20 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. საქველმოქმედო აქცია ლტოლვილთა სამინისტროს და სამედიცინო ცენტრ ჰიპოკრატეს თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება. დევნილ ოჯახებს გამოკვლევებს სხვადასხვა პროფილის ექიმები ჩაუტარებენ. აქცია გარდაბაში აღმაშენებლის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა კორპუსებში გაიმართება. დევნილთა სამინისტრო სამედიცინო ცენტრ ჰიპოკრატესთან ერთად იწყებს ქვემო ქართლში დევნილთა უფასო სამედიცინო გამოკვლევებს. პირველი ეტაპი ჩატარდება გარდაბაში, რომელსაც მცხოვრები დევნილები ოჯახებით შეუძლიათ მოვიდნენ და გაიარონ უფასო სამედიცინო დახმარება. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით სარწყავი არხების გაწმენდისთვის და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის 190,000 ლარი დაიხარჯება. საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია პირველი ეტაპისთვის მხოლოდ ცენტრალური მილების გაწმენდას მოიცავს. სარწყავი არხების გაწმენდა კი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებამდე დასრულდება. ადგილობრივ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული არის 100,000 ლარი საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის. ოღონდ ეს გულისხმობს რას, რომ მრავალსართულიანი კორპუსების შიდა მოწყობილობები უნდა მოაწყონ ამხანაგობებმა, იქიდან მთავარ მაგისტრალამდე უკვე მოემსახურებით ჩვენ. აი ამაში დაიხარჯება ეს თანხები. და რაც შეეხება შიდა სარწყავი არხების გაწმენდას, მაგ პუნქტით გათვალისწინებული გვაქვს 90,000 ლარი და მაგი დაიწყება ალბათ უახლოეს მომავალში. პირადობის მოწმობა უფასოდ 21,000-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო. უწყებაში აცხადებენ, რომ აქცია 23 იანვრის ჩათვლით გრძელდება და მასწავლებლებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით 23 დეკემბრიდან 1 თვის განმავლობაში პედაგოგები პირადობის მოწმობის მისაღებად დაწესებული გადასახადებისგან გათავისუფლდნენ. აქცია ერთჯერადი სახისაა. ისარგებლა ამ აქციის ფარგლებში 21,000-ზე მეტმა პედაგოგმა. ამ დროის განმავლობაში ვინც მოგმართავს, ბუნებრივია მოემსახურებით და შესაბამისად განვახორციელებთ პირადობის მოწმობის საფუძველზე გადახდისაგან გათავისუფლებას. უბრალოდ აქ ხაზმად გასმით უნდა ვთქვათ ერთი რამ, რომ ამ შემთხვევაში აქცია არის ერთჯერადი ხასიათის და შესაძლებელია ის აღარ განმეორდეს. ამდენად მინდა ყველა პედაგოგს მოუწოდო მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართონ იუსტიციის სახლებს, ჩვენს ფილიალებს, ანუ სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, ასევე საზოგადოებრივ ცენტრებს და მიმართონ დოკუმენტის მისაღებად.
დღეს კალათბურთში საქართველოს თასის 2014 წლის გათამაშება დაიწყო. ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდება და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გუნდმა 2 მატჩის ჯამში უნდა იმარჯვოს. რუსთავის საკალათბურთო გუნდი თასის არმიას დაუპირისპირდება. ამ ორ გუნდს შორის პირველი მატჩი 20 იანვარს რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში შედგება. რუსთავისა და არმიას თამაში 18 საათზე დაიწყება. მომზადებით ამ თამაშისთვის უკვე რაც ახალი წლის შემდეგ ჯერ ფიზიკური მომზადება გავიართ, ხა რაღაც ტაქტიკურ მომზადებას გავდივართ. ძალიან ძლიერი მეტოქი არის არმია, ხა თან ლატვიაში იყვნენ ტურნირზე და მომზადებულები ჩამოდიან და ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩემი აზრით შეგვიძლია არმიასთან გადავლახოთ ეს ეტაპი. ბიჭები მზად ვართ, რომ აუცილებლად თუ და მოვიგოთ ეს თამაში და გავიდეთ. შანსი ქონდა დუდუ დადიანის თასზე 2 ქულა წავაკეთ და 50-50-ზე მე ვთვლი ეს პროცენტი. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს. შეწყალების კომისიამ გიორგი მარგველაშვილის 60 ბრალდებული სარეკომენდაციო სია უკვე გადასცა. კომისიამ სულ 250 განაცხადზე იმსჯელა, მათ შორის რამდენიმე ქალის და არასრულწლოვანი საქმეზე. პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს ხვალ მოაწერს. სასჯელ ახსულების მინისტრის განცხადებით შესაბამისი პროცედურების გატარების შემდეგ შეწყალებული პატიმრები ციხეებს 2-3 საათში დატოვებენ. დავით სერგეენკოს განცხადებით ჯანდაცვის სისტემა მედიკამენტების რეცეპტებით გაცემაზე გადადის, რითაც ევროკავშირის კონვენციებს უერთდება. მინისტრის თქმით, პროცესი ეტაპობრივად მოხდება, თემასთან დაკავშირებით კი საინფორმაციო კამპანია დაიწყება. სერგეენკოს განმარტებით 2013 წლის 30 ივლისიდან პირველი და მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის არასრულწლოვანთათვის მიყიდვა აიკრძალა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად კი მომზადდა მთავრობის ინიცირებით პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც კოდეინის, ეფედრინის და ნორეფედრინის შემცვლელ ფარმაცევტულ პროდუქტებზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ეტაპობრივად გადადის მედიკამენტების რეცეპტის გაცემაზე, ანუ აღადგენს იმ ლოგიკას, რაც ყოველთვის იყო ჯანდაცვაში და მეორეს მხრივ უერთდება ევროკავშირის კონვენციებს, რაც სავალდებულო არის ქვეყნისთვის მოგეხსენებათ. იმდენად რამდენადაც წლების განმავლობაში როგორც სამედიცინო საზოგადოებამ, ასევე პაციენტებმა გარკვეულწილად დაკარგეს და ახალ თაობას არ შეუძენია ეს უნარჩვევები რეცეპტებთან ურთიერთობის გადასვლა იქნება ეტაპობრივად. დღეს იქნება სრული დეტალური პრეზენტაცია, თუმცა მოკლე ნაბიჯები შემიძლია მოგახსენოთ. პირველი ნაბიჯი იქნება ნარკოტიკებთან გათანაბრებული გამოყენების მედიკამენტების გადატანა ამ ჯგუფში, რაც უკვე განხორციელდა და პარლამენტი განიხილავს, ეს არის ეფედრინი, კოდეინი. მეორე ნაბიჯი, რაც ასევე უკვე განხორციელდა და ერთ კვირაში ან დღეში შევა ძალაში, ეს არის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ავადსახსენებელი ბაკლოფენი და რამოდენიმე 6 დასახელების მედიკამენტი. შემდეგი ნაბიჯი იქნება უახლოესი 1 თვის განმავლობაში ზოგადი მოქმედების ანესთეტიკების და მიორელაქსანტების. ეს არის წამლები, რომელიც მხოლოდ საოპერაციო ბლოკში უნდა გამოიყენებოდეს, მხოლოდ ანესთეზიოლოგის მიერ. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი უკვე დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა. დეპარტამენტის დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბების შესახებ ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. რამდენიმე დღეში დასახელდება დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვინაობაც. საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პარლამენტის მხარდაჭერით შემუშავებულია კანონი, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაყუპული მეომრების ოჯახები კომპენსაციის სახით 2014 წლიდან ყოველთვიურად 500 ლარს მიიღებენ. რომელიც მიიღო საქართველოს მთავრობამ პირველ რიგში მოტივირებულია იმით, რომ გააჩნდეს პატრონი ვეტერანებს. ვეტერანთა დეპარტამენტი ჩამოყალიბდა დამოუკიდებლად განსაზღვრავს იმ პოლიტიკას, მათ შორის სოციალურ პოლიტიკას ჩვენი ვეტერანების მიმართ. თქვენ იცით, რომ ბოლო წლის განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება და რესურსი გამოიყო ჩვენს მეომრებზე, დაჭრილ მეომრებზე, ასევე ვეტერანებზე. დაღუპულთა ოჯახებს იცით, რომ დაენიშნა ძალიან მაღალი კომპენსაცია, რომელიც ასევე გაიზრდება კიდევ ერთი წლის შემდეგ. ეს არის ის პროცესი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ვეტერანებს ექნებათ უკვე განსაზღვრული უფლებები, რომელიც დაცული და გარანტირებული იქნება სახელმწიფოს მიერ. მით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქვეყნის ყველა რეგიონიდან უკვე 10 თვეა მონაწილეობენ აქციაში. გაიღეს სისხლი, გადაარჩინეს სიცოცხლე. დღევანდელი მონაცემებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი 3000-მდე თანამშრომელმა გაიღო. აქციას პერმანენტული ხასიათი აქვს და ყოველ კვირას სხვადასხვა რეგიონში იმართება.
ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განკარგულების თანახმად ამიერიდან შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები მოქალაქეების მონაცემების შეგროვებას შეზღუდულად მოახდენენ. ამასთან პრეზიდენტის თქმით, დაზვერვის სამსახური მოქალაქეების ელექტრონულ მონაცემებს მხოლოდ ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ გამოიყენებს. ობამამ ასევე განაცხადა, რომ იგრძელება სხვა მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერების სატელეფონო საუბრების მოსმენები. მისივე თქმით, ის კონგრესს თხოვნით მიმართავს, რათა კონგრესმა საკანონმდებლო შეზღუდვები შეიმუშაოს მსგავსი ინფორმაციის შეგროვებისა და შენახვის შესახებ. სამხრეთ კალიფორნიის ტყეებში გაჩენილი ხანძარი ლოს-ანჯელეს უახლოვდება. ცეცხლმა ქალაქ გლენდორაში ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გადაწვა. საშიში ზონიდან შტატის 3000 მცხოვრები უკვე ევაკუირებულია. პოლიციამ ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი 3 ადამიანი დააკავა. სავარაუდოდ სწორედ მათ დაანთეს კოცონის სან-გაბრიელის მთებში და გაუფრთხილებლობის გამო ცეცხლი მასიურ ხანძარში გადაიზარდა. სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მომხდარი ინციდენტის შედეგად. ამის შესახებ BBC უწყება. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ათასობით ადამიანი გარდაცვლილი მუსლიმი სულიერი ლიდერის პანაშვიდზე იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხალხი იმ სახლის კარს მიაწყდა, სადაც 102 წლის მუსლიმი სულიერი ლიდერის ცხედარი ესვენა. ინდოეთში ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება მსგავსი ინციდენტების შედეგად. და სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგადაც. ამის შესახებ BBC უწყება. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულთა შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ავღანეთის ოფისის ხელმძღვანელი ბაბელ აბდელა, გაეროს მისიის 4 თანამშრომელი, 1 ბრიტანელი და ავღანელი მოქალაქეები არიან. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოჰამედ სალანგის განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქაბულში ერთ-ერთ პოპულარულ რესტორანთან აიფეთქა. და კვლავ საქართველოს მომდევნო დღეების განმავლობაში სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას არ პროგნოზირებენ. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცვალებადი ღრუბლიანობა ან ნავარაუდები ტემპერატურა მოიმატებს დასავლეთ საქართველოს მაღალმთია რეგიონებში. რაც შეეხება წალკას, დღისით 2 გრადუსი სითბო, ღამით 7 გრადუსი ყინვა, ამოსავლნელი თეთრიწყაროში ჰაერი დღისით 4 გრადუსამდე გათბება, ღამით 6 გრადუსი ყინვა. თმანში 1 გრადუსი სითბო, ღამით 14 გრადუსი ყინვა, ბოლნისში 8 გრადუსი სითბო, ღამით -4. მარნეულში დღისით 6 გრადუსი სითბო, ღამით -3, თბილისში დღისით ასევე 6 გრადუსი სითბო, ღამით -3. გარდაბაში 10 გრადუსი სითბო, ღამით -3 გრადუსი, რუსთავში დღისით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება, ღამით 3 გრადუსი ყინვა, ნავარაუდები. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და ქრონიკა 9-ის ნახევარზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.